სალომე. დილო მშვიდობისა, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩვენს ტელემაყურებელს, რომელიც ახლა შემოგვიერთდა და გეტყვით იმას, რომ ახალი წელი უამრავი ადამიანისთვის არის ახალ მიზნებთან და დასაწყისებთან დაკავშირებული. ეს ის დროა, როდესაც ბევრი ჩვენგანი საკუთარ თავს არაერთ დაპირებას აძლევს. თითქოს ახალი წლის მოსვლასთან ერთად ჩნდება შესაძლებლობა, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. სწორედ ამიტომ დღეს გადავწყვეტეთ გაგიზიაროთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ გაცემული რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც ახალი წლის წარმატებულად დაწყებაში დაგეხმარებათ. როგორც ქცევითი ფსიქოლოგები ამბობენ, გარემოს წესრიგი სტრესის შემცირებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ამიტომ გვერჩევენ ახალი წელი იმ ნივთებთან დამშვიდობებით დავიწყოთ, რომლებიც წარსულსა და არასასიამოვნო მოგონებებთან გაბრუნავთ. ეს მიდგომა ასე მუშაობს. გაათავისუფლეთ ადგილი სიახლეებისთვის. ასევე კარგი იქნება თუ დროს წინა წლის შეჯამებასაც დაუთმობთ და ფიქრდით, რა გასწავლოთ მან, როგორ გაგზარდათ, რა იყო მასში კარგი ან რა არის ისეთი რამ, რაც აღარ გინდათ რომ განმეორდეს. ამ კითხვებზე პასუხების გაცემა დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ თუ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი და როგორი უნდა იყოს ის. ნუ დაისახავთ ბევრ მიზანს. ეს ის შეცდომაა, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობა ხშირად უშვებს. ისინი ფურცელზე საკმაოდ ბევრ და ზოგჯერ არარეალისტურ გეგმებს წერენ. წლის ბოლოს კი იმედგაცრუებულები რჩებიან, რომ ბევრი მათგანის შესრულება ან განხორციელება ვერ შევძელით. ამ ყველაფერს თავიდან ავირიდებთ თუ ჩვენს მიზნებს საკმაოდ მოკლედ ჩამოვაყალიბებთ. მაგალითად, დაეწერეთ მხოლოდ 3 და ძალიან რეალისტური მიზანი. წინასწარ განსაზღვრეთ ასევე ხელშემშლელი სავარაუდო ფაქტორებიც, სპეციალისტების თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიზნის დასახვა, არამედ იმის გააზრებაც, რომ შეიძლება შეგიშალოთ ხელი მის მიღწევაში. დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ასეთ სიტუაციებზე ფიქრობენ, კრიზისსა და სირთულეებს უკეთ უმკლავდებიან. დიდი ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება, ამიტომ ქცევითი ფსიქოლოგები გვერჩევენ ახალი წლის პირველი დღეები ახალი ჩვევებით დავიწყოთ. ეს შეიძლება ასე გამოიყურებოდეს, დღეში 10 წუთი მაინც დავუთმოთ ფეხით სიარულს, ან შევეცადოთ დღის მანძილზე გაჯეტების გამოყენება 1 საათით მაინც შევზღუდოთ. ასეთი პატარა ცვლილებები და მათი შესრულება თვითკმაყოფილების შეგრძნებას მოგვიტანს. ყველაფერს წინასწარ ნუ დააგეგმავთ, ასევე გვეუბნებიან და გვერჩევენ ფსიქოლოგები, დატოვეთ დრო და სივრცე მოულოდნელი და დაუგეგმავი მოვლენებისთვის, ზოგჯერ საუკეთესო მოგონებები სწორედ მაშინ იქმნება, როდესაც მათ კონტროლს თავს ვანებებთ. ახალი წლის პირველი დღეები მადლიერებით დავიწყოთ. დავაფასოთ ის, რაც უკვე გავიარეთ. ყურადღება გავამახვილოთ არა სირთულეებზე, რომლებიც გზად შეგხვდა, არამედ იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდით ამ ყველაფერს. ეს თვითშემეცნების საშუალებას მოგცემს და საკუთარი შესაძლებლობების რწმენასაც დაგვიბრუნებს. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ იანვარი ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთული თვეა. დაღლილობა, დღესასწაულების შემდეგ, ფინანსური სტრესი და ასე შემდეგ. არაერთი რამ ერთვის ხოლმე ამ თვეს, ამიტომ თუ მიზნების განხორციელება მალევე ვერ შეძელით, ეს მარცხად არ აღიქვათ. ეცადეთ საკუთარ თავს მკაცრად არ მიუდგეთ და დასვენების საშუალება მისცეთ. და ბოლოს მინდა გაგიზიაროთ მსგავსი რჩევა, რომ გახსოვდეთ ოცნებები, მიზნები და სურვილები მაშინ ხდება, როდესაც ისინი ჩვენს შინაგან მდგომარეობასა და რესურსებს შეესაბამება. ამიტომ სწორად შევაფასოთ ჩვენი რესურსები და ვიყოთ უფრო მეტად მეგობრულები საკუთარი თავის. ბევრი რამ გავუგოთ და ვაპატიოთ. დიდი მადლობა სალომე. როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისევე სამყაროს მიმართ, იმიტომ რომ არაფერი ჩვენს ცხოვრებაში ისე არ ხდება, რაც ჩვენთვის არ არის კარგი. კი ბატონო. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და აბსოლუტურად გეთანხმებია. რამდენად კარგად მუშაობს ეს რჩევები პრაქტიკაში, ამას უკვე ძალიან მალე გავიგებთ ჩვენც და ჩვენი ტელემაყურებელიც. ბატონი ზაზა ქოიავა შემოგვიერთდა. სტუმარი პირდაპირ ეთერში ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა. მოგესალმებით ბატონო ზაზა. დილო მშვიდობისა. ჩემი შესავალი იყო რაღაცნაირად ზოგადი. ახლა გვაინტერესებს უფრო მეტი და კონკრეტული პასუხები თქვენგან. თითქოს ზღვარია ახალი წელი ძველს და ახალს და თან რაღაც ჯადოსნურს შორის, იმიტომ რომ ასე ვიზრდებით, ასე ველოდებით ყოველ შემთხვევაში, ან შეიძლება ადამიანის ფსიქიკა ასეთია, რომ რაღაც ახალი მაშინვე ნიშნავს გონებაში რაღაც ახლის გარდატეხა უნდა მოხდეს თითქოს ჩვენში და ყველა მზადებით უკეთესობისკენ და იმედგაცრუებები რო არ იყოს რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნამდვილად და რეალისტურად აგვიხდეს ყველა ჩვენი დასახული მიზანი. მოგესალმებით. მოგესალმებით ჩვენს მაყურებლებს. მადლობა მოწვევისათვის. გილოცავთ ახალ წელს შობას
ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებთ და გისურვებთ რაც ჩაფიქრებული გქონდეთ ის აუცილებლად აგესრულებინათ. ეს ერთი. მადლობა ჩვენს გიგულს. მადლობა დიდი. ეხლა თქვენი რჩევების უმრავლესობა ჩემსაც დაემთხვა. ჭკვიანურად იყო შექმნილი. ხო, მეცით როგორ არის? თითქოს, რა ვიცი, 31-ია და მე პირველია და არაფერი არ შეცვლილა. რაღაცა ესეთი შთაბეჭდილებებიც იქნება ხოლმე ხანდახან, რომ როგორი გუშინდელი დღე იყო. სხვათა შორის ეს ერთ-ერთი მიზეზია ხოლმე გარკვეული ტიპის დეპრესიის, რომ 31-ში როგორი წარუმატებელიც ვიყავი, ისეთივე წარუმატებელი ვარ პირველშიდაც და არაფერი არ შეცვლილა და რა ახალი წელი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს სტარია, იმიტომ რომ twins რასაც მიაწვდი ინფორმაციულად, რაზედაც იფიქრებ, როგორც წარმართავ, შემდგომ ის თავის მოდელებს ქმნის, ასე ვთქვათ, რწმენა წარმოდგენებს და მე იმას გაწვდის ქცევის თვალსაზრისით. ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენის ხარ, რასაც ფიქრობ, ძალიან ხშირია ასეთი რასაც ფიქრობ თუ რასაც აკეთებ. რასაც ფიქრობ და ფიქრიდან გამომდინარე აკეთებ შემდგომ. ეგ ძალიან ბევრი სხვადასხვა განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყურადღება მიექცეთ თქვენს აზრებს, იმიტომ რომ ისინი თქვენს ფიქრებად გარდაიქმნებიან, ყურადღება მიექცეთ თქვენს ფიქრებს, იმიტომ რომ ისინი თქვენს ქმედებებად გარდაიქცევიან, ყურადღება მიექცეთ თქვენს ქმედებებს, იმიტომ რომ ისინი თქვენს მომავალს, თქვენს ბედს განსაზღვრავენ. დაახლოებით ასეთი ტიპის გადაბმებია. ამასთან დაკავშირებით და ხო გნებავთ, რასაც ფიქრობ ის ხარ, გნებავთ, რასაც აკეთებ ის ხარ, სულ ერთია ამ შემთხვევაში. რატომ გამიგერო ფრთხილად იყავი ეცრებებთან და სურვილებთან, იმიტომ რომ აუცილებლად ხდებაო და ხო, ოღონდ უბრალოდ ძდომა და ოცნება არ შველის ამას გარკვეული ტიპის მოქმედებები ჭირდება. ამიტომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში არის ძველის დასასრული და ახლის დასაწყისი. მე ჩემთვის რამოდენიმე ესე იგი რჩევა ჩამოვწერე, რომელიც ძალიან მეცადე, რომ ეს არ ყოფილიყო რაღაცა ზოგადი რჩევები, რომ რაღაც მაგალითად რავი, ყველაფერი კარგად იქნება, მოდი განაგრძე ცხოვრება და ასე შემდეგ, დაახლოებით ესეთი რო არ ყოფილიყო, ჩემთვის ჩამოვწერე, რა თქმა უნდა, ზეპირად მახსოვს, მაგრამ თუ რაიმე შემეშლება ჩავიჭყიდები. ესე იგი, პირველი და მნიშვნელოვანი არის უკავშირის არსებობა, რომელიც ორ ნაწილად იყოფა. პირველი უპირველეს ყოვლისა აუცილებლად უნდა გაუშვათ ხელი წარსულს, მაგრამ სანამ წარსულს ხელს ნეგატიურ წარსულს გულისხმობ, მაგრამ სანამ წარსულს ხელს გაუშვებთ, იქ მოდი რა არ იმუშავა, რა შეცდომები დავუშვით, რა არ გამოვიდა, რატომ არ გამოვიდა, როგორ შეიძლება ამისი გამოსწორება. ანალიზი ანუ წარსულის. ხო, წარსული ვაქციოდ გამოცდილება. ნეგატიურ სულ ორი ვარიანტი გვაქვს. ნეგატიური წარსულის ერთი ან ეს დისკომფორტად ვაქციოთ და თავში ხელები ვირტყათ, ან მეორე ავიღოთ გაკვეთილად და მსგავსი ტიპის შეცდომები აღარ. მეტი ვარიანტი არ აქვს უბრალოდ. თუ ვინმე მესამე ვარიანტი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სუფთა პრაგმატულადაც ემოციებს რო თავი დავანებოთ, ყველა ვარიანტში ნებისმიერ შემთხვევაში პირველი მეორე ვარიანტი გვირჩევნია, სადაც უბრალოდ უკავშირს ვიღებთ და შემდგომ უკვე მისგან თავისუფლდებთ. იმიტომ რომ სანამ წარსულის ნეგატიური მოვლენები და სანამ წარსულის მარცხები ჩვენს დევნას აგრძელებს, მანამდე ძალიან რთულია ხოლმე წინსვლა და წარმოება. ახალი გამარჯვებების შეწყვეტა. ამის შემდგომ მეორე უკვე ის არის რომ რა იყო კარგი, რა მიმუშავა. რა და ის გამოუკვებოთ, რამაც იმუშავა. ხო, ანუ არავითარ შემთხვევაში მხოლოდ უძე. რა მიმუშავა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტად წავიდეთ წინ. მესამე არის აუცილებლად გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან. დავძლევთ შიში, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და გავაკეთოთ რაღაც ახალი. აი, ოღონდ ეს ყველაფერი მესამე პუნქტზე გადადიხარ მას შემდეგ, რაც პირველს და მეორეს კარგად გაანალიზებ. შემდეგ მეოთხე არის რომ გაირკვე საკუთარ თავში, რა ძლიერი მხარები გაქვს, რა გინდა, რა სურვილები გაქვს, რა შესაძლებლობები გაქვს, როგორც დაბალი თვითშეფასება არის პრობლემა. ისევე არის დაახლოებით მსგავსება უფრო უარესიც, როდესაც გაცილებით მეტი ამბიციები გაქვს ვიდრე შესაძლებლობები და მოდი ეს დავაბალანსოთ. გულისტკენაც უფრო მძაფრად ახლავს ხოლმე მოლოდინების განსხვავება, დიახ. და მოთხოვნებს თუნდაც საკუთარი თავის მიმართ ადამიანები ხომ გარკვეულად რაღაც თამასას მე ათეში მაქვს ეგ. შორს ყოფილა. ცოტა მოვლენ. ჩავალთ მე ათეში. შემდეგ ბიპროექტივ არის ესეთი რჩევა, ძალიან კარგი რჩევა, ძალიან ესეთი პრაგმატული და პლუს ამას ემოციურიც, რომელიც გულისხმობს ასევე საკუთარ ემოციებს და საკუთარ იმპულსებს და საკუთარ ინსტინქტებზე გამარჯვებასაც და ასევე ის გულისხმობს ყველაზე მთავარს. იყავი შენი ცხოვრების გზაზე
ტრანსპორტზე ესე გადატანეთ მნიშვნელობით ვთქვა ძღოლი და არა მგზავრი. ანუ შენ თავად იყავი შენ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი. დიახ, ეს არ ნიშნავს რომ კონკრეტული რჩევები არ მივიღოთ, კონკრეტული რეკომენდაციები არ გავითვალისწინოთ, დაუშვათ გამოცდილი ადამიანებს, ჭკვიანი ადამიანებისგან, მაგრამ ამასაც გავითვალისწინებთ თუ არა, ესეც იყოს ჩვენი არჩევანი. ანუ არავის რაღაცა შენ ადამიანებს რომელსაც არ იციან როგორ უნდა გააკეთონ და მოვდივარ მე და თქვენ გეკითხებით და თუ მე თუ მარცხდები იმაში მე თქვენ გაბრალებთ. ანუ ესე არის. რეალობაც იზრდება დიახ. ხშირ შემთხვევაში. და ალბათ ეს მარტივია თქვათ რომ გაიქცე საკუთარ თავს და ხო, როდესაც სულ სოციუმის ხედვის მიხედვით იქცევი, ამ შემთხვევაში გზავრი ხარ და არა მძღოლი და საბოლოო ჯამში ის გაწუხებს ბოლოში. ერთ დღესაც აღმოაჩენ რომ იცი რა, შენ არაფერ არ გიკეთებია რაც შენ გინდოდა და ყველაფერს სოციუმის დაკვეთით აკეთებდით, ასე ვთქვათ რა. ეს მეცხრეში უფრო კარგად მაგაშილი და მაგას ვიტყვი. შემდეგ აი ესეც დაემთხვა, მადლიერი იყავი იმით რაც უკვე გაიარე. ეს არ ნიშნავს მეგობრებო იმას, რომ გავჩერდეთ იქ სადაც ვართ, არავითარ შემთხვევაში. ხო, ჯერ კიდე თერგი და მოძრაობა და ასე შემდეგ და მარტინ ლუთერ კინგი რო თუ ესე იგი ფრთები არა გაქვს ირბინე, თუ სირბილაში შეგიძლია იარე, თუ სიარულაში შეგიძლია იხოხე, ოღონდ არასოდეს შეწყვეტინსვა და კიდე ბევრი სხვა ჭკვიანი ადამიანი გვეუბნებოდა ამას. ფსიქოლოგიაში ყველგან ეს სულ მუდმივად ეცადე, იმოძრავე, მაგრამ ამავე დროს იყავი მადლიერი იმით, ეს სუფთა პრაგმატულადაც. შეხედეთ, როდესაც მადლიერებას გამოვხატავთ, დოპამინის და სეროტონინის დოზა მაღალია ჩვენი თავის ტვინში. როდესაც წუხართ, გასაგები ხარო ტრაგედიებზე არ მაქვს საუბარი და ნეგატიური მოვლენები გასაგები რომ ნეგატიურად უნდა აღვიქვათ, უბრალოდ იქედანაც შესაძლებელია უმრავლესობა მათგანისგან რაღაცები ვისწავლოთ. ამიტომ ამას არ ვეხები. მაგრამ როდესაც შენ რაღაცებზე წუხარ და არდობ, წარსულს ხერს არ უშვებ, ბევრი ნორეპინეფრინი გაქვს თავის ტვინში. ნორეპინეფრინი ეს არის დეპრესიის ჰორმონი. და ნორეპინეფრინი გიშლის ხელს პოზიტიურად ფიქრში. არ ანთებს ტვინის პოზიტიურ უბნებს, დოპამინის უბნებს, ინტელექტის უბნებს და უფრო მეტად ორიენტირებულია შფოთვის უბნის ანთებას. სუფთა ბიოლოგიურად ის სეროტონინის და დოპამინის ყოფნა თავის ტვინში უფრო მეტი წარმატებისკენ გვივიძგებს, მე თუ უფრო მეტი ნორეპინეფრინი მაქვს და თქვენ უფრო მეტი დოპამინი, სეროტონინი, შესაძლებლობები აბსოლუტურად თანაბარი რო გქონდეს, თქვენ უფრო მეტი შანსი გაქვთ წარმატების მიღწევის ვიდრე მე. აი ამიტომ არის საჭირო პოზიტიურად აზროვნა. უბრალოდ ხა პედესტალიდან დარიგება რომ რაღაცა გაიღიმე ყველაფერი კარგად იქნება კი არა და რაღაცა ჩავხედოთ რეალურ თვალებში. თან ძალიან ხშირად ადამიანები ნერვიულობენ იმაზე, რისი გამოსწორება შეიძლება. ეს არის ხოლმე ყველაზე დიდი პრობლემა, რომ აი ამ წარსულს ვერ შორდებით და იმ პრობლემის მოგვარების გზას არ ვეძებთ. წარსულის დევნის ამბავია და დაბალი თვით შეფასების. ამიტომ იყო იქ რომ გარკვეულ თავში და იქონია საკუთარი თავის წმენა მეოთხე პუნქტი ეს. შემდეგ ეს ძალიან ხშირად არ მოსწონთ ხოლმე რომ ამბობ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძლიერი რჩევა. იცი რა, შეცვალე ის რაც ან ვინც არ მოგწონს. იმიტომ რომ ითვლება ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში ითვლება რომ ზოგადად ფსიქოლოგიაში, მაგრამ NLP ფსიქოლოგები ძალიან ძლიერად ვაფუშინგებთ ამას, რომ შეცვალე ის რაც არ მოგწონს, იმიტომ რომ ან ვინც თუნდაც ფიზიკურად ჩაანაცვლებ მაშინ, რომ ადამიანების შეცვლა ცოტა ხურია. რასაც არ ცვლი, უბრალოდ გაიცალე მაშინ. რასაც არ ცვლი შენი არჩევანია. ეს ესია მეგობრებო. მართალია რომ ძალიან ბევრს არ მოგწონს, მაგრამ შეცვალე ის რაც არ მოგწონს, იმიტომ რომ რასაც არ ცვლი გამოდის რომ შენი არჩევანი. ეს ერთგვარად შიშებთან არის დაკავშირებული. ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ეს მე-7 პუნქტი რო ჩავშალო, ძალიან ბევრ სხვადასხვა რაღაცებს წაგვიყვანს. მე შემიძლია სათითაოდ თქვენი თითო გადაცემა დაუთმო თითოეულ რჩევას, არანაირი პრობლემა, იცით როგორ მიყვარს თელეცის განმავლობაში ამის რო გვექნება და უფრო ცლად მერე მივაუჩილო. კი ბატონო. თავი არიდეთ ნეგატიურ და წუწუნა ადამიანებთან კონტაქტს. რა კარგი რჩევა. სულ გაურბი. ძალიან იმიტომ რომ გარდა ბევრი სხვადასხვა ფაქტორისა, რაც ჩვენთან მოქმედებს, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს არის ჩვენს სხეულში და თავის ტვინში არსებული სარკისებრი ნეირონები, რომლებიც რეაგირებენ არა მარტო იმაზე, დაუშვათ, რასაც
რაც ჩვენ გვინდა, არამედ იმაზედაც, რასაც სხვაგან ხედავთ. აი მაგალითად, როდესაც მეგობარი მოდის და ცოტათი საყვარელი და ჩურჩუტა ნეირონები არიან რა. ხო, ოღონდ ძალიან საყვარელი. იმიტომ რომ როდესაც ადამიანს რაღაცა უხარია და იღიმის და შენც რო უყურებ ამ ადამიანს და შენც რო იღიმი, შენს არკისებს ნეირონებს გონია რომ იმ ადამიანს რა სიხარულით და წარმატება ცხდა წილად ეს შენია და მაგითო იღიმის რა. და ძალიან ბევრი, ძალიან კარგი სასარგებლო ემპათიის უნარის არკისებრი ნეირონებიდან გამომდინარე. ხო და ეს არკისებრი ნეირონები აი ამ წუწუნა და ნეგატიურ ადამიანებზე რეაგირებენ და აუც გარანტირებულად გადმოგეცემა ეს ნეგატიური ფონი შენ და თან პლუს ამას რამდენიც არ უნდა ეცადო, რთულია მისი აქეთ, ნუ ეცადე, სცადე დაელაპარაკე, მაგრამ თუ არაფერი არ გამოვა, მაშინ ნუ იცოდე რომ გინდა გაეცალა, გინდა ნუ გაეცალა, იცოდე რომ გადმოგედება რა. ამიტომ რეკომენდაცია რომ თავი არიდეთ აი ამ წუწუნა ადამიანებთან და ნეგატიურ ადამიანებთან ხანგრძლივ და ხშირ ურთიერთობას. მეცხრე. უფრო მეტად იფიქრე, ვინ ხარ სინამდვილეში, ვიდრე რას ფიქრობენ ადამიანები შენზე. ესეც არის ხოლმე შეკითხვა, რომ რაზე ფიქრობ ყველაზე ხშირად, რას ფიქრობენ ადამიანები შენზე თუ ვინ ხარ შენ სინამდვილეში. ნახეთ, როდესაც ჩვენ ვიწყებთ მაქსიმალურად იმაზე ფიქრს, რომ გარშემო მყოფებს მოვეწონოთ, ეს ისედაც კოდში გვიდევს, რომ კონფორმიზმი მანდედან მოდის, რომ ჩვენ საზოგადოებისთვის მისაღებნი ვიყოთ. მაგრამ როდესაც არ არის დაუშვათ აი მეოთხე პუნქტი რომ გაერკვე შენ თავში და ვინ ხარ რა გინდა და საკუთარი თავის წმენა იქონია. მეოთხე პუნქტი როდესაც ჩამოშლილია ასე ვთქვათ, შენ თავიდან ბოლომდე სოციუმის მოსაწონად იქცევი. და შემდეგ უკვე საჭიროა манипуляციები, ნიღბები და ასე შემდეგ იმისათვის რომ მათთვის ყოველთვის მისაღები ბოლოს კარგავს საკუთარ თავს. ხო, ან უკვე დაკარგული აქვს. და მე საბოლოო ჯამში ეს გაღიზიანებს ძალიან, იმიტომ რომ თუ სოციუმთან ერთად ყოფნა ერთ-ერთი ჩვენი გენეტიკური კოდი, ასევე არის ის, რომ როგორმე ვიპოვოთ საკუთარი თავი, თვითრეალიზდეთ, ძლიერი მხარეები აღმოაჩინოთ, ასე შემდეგ. ესეც ჩვენი შინაგანი სურვილია. აქაც ის გამოდის, რომ რაღაცა სხვისი თანამგზავრი ხდებით, ხო? როდესაც მათ მოლოდინებს და ფიქრებს ვერგებით. ოღონდ ერთის არა. ბევრი ადამიანი. ძალიან ბევრი ადამიანის და რაც უფრო რთულია. ნუ მე nice guys და nice girls სინდრომები მანდედანაც მოდის ხოლმე და ისევ დაბალ. რას ფიქრობენ და რა მოლოდინები აქვთ ერთი და იგივეა თუ განსხვავდება? არა, ერთი და იგივე არ არის, მაგრამ უმჯობესია რომ ერთი და იგივე იყოს, ოღონდ პოზიტიურ კონტექსტში. ხო. და ბოლო მეათე არის ზუსტად ის, რომ იცი რა, გინდა რომ გქონდეს უფრო მეტი ან გინდა იყო უფრო მეტი ვიდრე დღეს ხარ. ან გინდა გქონდეს უფრო მეტი ვიდრე დღეს გაქვს. რა თქმა უნდა ეს ლოგიკურად ნიშნავს იმას, რომ აკეთო უფრო მეტი, ისწავლო უფრო მეტი, იყო უფრო მეტად ძლიერი ვიდრე დღეს ხარ. და აუ გარანტირებულად გექნება. ეს არის ის 10, რომელიც მოგიტანეთ, მეგობრებო. იმდენად არის ეს 10 ერთმანეთზე გადაჯაჭვული ასე ვთქვათ. ერთი პუნქტის გამოკლება ფაქტობრივად მთელს ფაბულას ჩამოშლის, იმიტომ რომ მე თუ არ ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული რა მინდა, ან რა გზით მივიდე იმ წარმატებამდე, რაც არ უნდა ბევრი მოვთხოვო ჩემს თავს, არ გამომივა ხომ ესეა. ანუ სწორი გზით უნდა ვიაროთ. ამიტომ ალბათ პირველ რიგში საკუთარ თავს და სურვილებს უნდა მოვუსმინოთ. საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს, საკუთარ შინაგან ხმას, არასოდეს სტივი ამბობს ჯობსი, რომ არასოდეს მიცე, აი მეცხრე პუნქტს კარგად ეხმიანება, რომ არასოდეს მისცე გარეგან ხმაურს, გარეგან ფაქტორებს, გარეთ მყოფ ადამიანებს საშუალება ჩაახშონ შენი შინაგანი ხმა. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რა. ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა და რაც ყველაზე მთავარია, ეს რჩევები მართლაც არის აი გამოსადეგი, რომ მაგალითად დილით გავიღუძებთ, ან რაღაცნაირად ახალ დღეს და ახალ კვირას დავიწყებთ და თითოეულ პუნქტს მივყვებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ცხოვრება აუცილებლად შეიცვლება, იმიტომ რომ არის ძალიან რეალისტური ასრულები და ძალიან დიდი მადლობა ამ ყოველფრის გაზიარებისთვის. ჩვენ ის ხარ დაგვრჩენიან, რომ მივყვეთ ამ მითითებებს, ხო ვაშა? მე მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს შაბლონად რო კონდეს ეს მარტივი რჩევები თავის ოთახში ან მისაღებ ოთახში გამოსაჩენ ადგილას ყოველდღიურად თუნდაც აი ამის გადაკითხვა უკვე მოგცემს იმის ძალას რომ დავიწყოთ ნელ-ნელა ამ რჩევების შესრულება და
არაფერს არ კარგავთ მეგობრებო პირიქით, კიდევ უფრო მეტ სიახლეს მივიღებთ, კიდევ უფრო ძლიერები ვიქნები და ალბათ საკუთარ თავზე მუშაობა არის ის, რომელიც არ უნდა შევწყვიტოთ არც ერთ მომენტში, იმიტომ რომ სადაც ჩერდები, იქ ამთავრებ რეალურად არსებობას და მე ცხოვრობ სხვა ადამიანების მითითებით და რჩევით და ეს არის ხოლმე ძალიან დიდი პრობლემა. და თანამგზავრი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. კარგი რჩევებისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ. თქვენც აუცილებლად გისურვებთ. კიდევ გელოდებით ჩვენს გადაცემაში, ჩვენ გაგიზიარებთ ჩვენს მიღწევებს, თქვენი პუნქტებიდან გამომდინარე და თქვენც უკვე მერე მიღწევები გავცალოთ ერთმანეთში.